თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს ძალიან საინტერესო კონფერენციას ჯანდაცვის პერსპექტივები 21 საუკუნეში. ღონისძიება ოტავას ქარტიის 40 წლის თავს და სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 95 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია მასპინძლობს სტუმრებს კანადის, გერმანიის, ესპანეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის პროფესიონალების ლექციები, ზეპირი და პოსტერული მოხსენებები და მრგვალი მაგიდის დისკუსიები. ღონისძიების ფარგლებში მედია მხარდაჭერისთვის საქართველოს რადიო გადაცემა საღამოს პიკის საათი დაჯილდოვდა. ეს კონფერენცია ეძღვნება ფაკულტეტის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს. და გადავწყვიტეთ, რომ არ ყოფილიყო მარტო მშრალი მილოცვები და აღნიშნა, რომ მიგვეძღვნა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია და აღწერა გავუკეთებინა იმ დიდი სამუშაოსი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს, ჩვენ ვაგრძელებთ და იმ მომავალი თაობის ხელში გადავა იმ სტუდენტებისა, რომელიც დღეს ჩვენ ფაკულტეტზე სწავლობს. ეს არის ევროპული კვირეული, რომელიც დაიწყო 4 მაისს და მთავრდება 8 მაისს. ასე რომ ჩვენ აი ამ პერიოდში ჩავეტიეთ და ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ არის კიდევ ოტავის ქარტია, რომელიც 40 წელი შეუსრულდა მას, აი ამ თარიღსაც მიუძღვენით და ბუნებრივია ჩვენი დიდი განმანათლებლის და საუნივერსიტეტო იდეის ავტორის ქართული უნივერსიტეტის ბატონი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავთან დაკავშირებით და აი ასეთი ყველა საიუბილეო თარიღთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ეს კონფერენცია ჩაგვეტარებინა და მოგვემზადებინა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა. ვიულოცოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტს ეს თარიღი 5 წელიწადში ესეთი მრგვალი თარიღი სუყე თარიღი ექნება. ექნებათ, ხო, ისე როგორც გასულ წელს ჩვენს რადიოს